ხშირად გაგვჩენია კითხვა, თუ რა არის ეგზორციზმი. ეგზორციზმი იგივე კვეთებული ბოროტის განდევნის ლოცვაა. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდანაა დადგენილი, მაგრამ არა დღევანდელი ფორმით. ცვლილება განიცადა, მაგრამ არა არსობრივად, არამედ მოხდა ლოცვების სისტემატიზაცია. ეშმაკთა განდევნის ლოცვები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იკითხებოდა. საქმე მოციქულთაში მოთხრობილია, რომ პავლე მოციქულის სახელით იუდეველი მღვდლის შვილები 7 ძმა კურნავდა ეშმაკეულთ ამ სიტყვებით: გაფიცები ესო ქრისტეს, რომელსაც ქადაგებს პავლე, გადი მისგანო. ისინი მართალია არასწორად მოქმედებდნენ, მაგრამ ამით ნათლად ჩანს, რომ ეშმაკთა განდევნის ლოცვები იუდეველთა პერიოდშიც კი არსებობდა. ეშმაკით შეპყრობილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს დაკარგული აქვს თავისუფალი ნება და დაცემული ანგელოზების ნებით მოქმედებს. მოძღვარი კვეთებულის ლოცვას აღასრულებს მღვდელმთავრის კურთხევით. ამ დროს ხდება ადამიანისგან ეშმაკის განსხმა, განდევნა და ის უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას, ანუ კვლავ თავისუფალი ნების პატრონი ხდება. შესაძლოა ბოროტის განდევნა პირველივე ლოცვისას არ მოხდეს და მას რამდენიმე ლოცვა დასჭირდეს. გაგიჩნდებათ კითხვა, შეიძლება თუ არა ადამიანმა თავად გადაწყვიტოს კვეთებულის ლოცვაზე დასწრება მოძღვრის კურთხევის გარეშე. ბოლო დროს მართლაც ერთგვარ მოდად იქცა კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, რაც სრული სიგიჟეა. თუ ადამიანი თვითონ მიდის კვეთებულის ლოცვაზე, ეს ნიშნავს, რომ იგი შეპყრობილი არ არის. შეპყრობილობა ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, ანუ მისი გონება მთლიანად შეპყრობილია ბოროტისაგან. მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ეგზორციზმის ლოცვა. ზოგიერთი ამბობს, რომ ცუდი აზრები მოსდის, ბედი არ ეხსნება, მატერიალურად უჭირს ან სულიერი პრობლემა აქვს და მიაჩნიათ, რომ ამ მდგომარეობიდან კვეთებულის ლოცვებზე დასწრება გამოიყვანს. ეს არის არასწორი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვეთებულის ლოცვა ეკითხება ადამიანს, რომელიც არის შეპყრობილი, თავის თავისუფალ ნებას ვეღარ აკონტროლებს და მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ადამიანს კვეთებულის ლოცვების წაკითხვა. ამისათვის მან უნდა გამოიკლიოს, არის თუ არა ეს ადამიანი შეპყრობილი. ეს ლოცვები იკითხება სხვადასხვა ტაძრებში, როდესაც პარაკლისები ან წირვა ტარდება. ყველასთვისაა განკუთვნილი, მაგრამ როდესაც კვეთებულის ლოცვები იკითხება, ეს მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ეს სჭირდება. კითხვა აქვთ ადამიანებს საქართველოში ყველა ეპარქიაში ხდება თუ არა კვეთებულების ლოცვების წაკითხვა. ამაზე გიპასუხებთ, რომ მღვდელმთავრის კურთხევით მოძღვარს ნებისმიერ ეპარქიაში შეუძლია კვეთებულის ლოცვის წაკითხვა. წარმოვიდგინოთ, მოძღვარი აღასრულებს წირვას, საღვთო ლიტურგიას, რომლის დროსაც პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. მოძღვარს, რომელსაც ამის უფლება აქვს მინიჭებული. როგორ შეიძლება არ ჰქონდეს კვეთებულის წაკითხვის უფლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა მღვდელმთავრის კურთხევა. ეს არ ნიშნავს, რომ მღვდელმთავარი რომელიმე სასულიერო პირს ამ ლოცვის წაკითხვას აუკრძალავს. თუ ასე ხდება, ეს იქნება მოძღვრის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც ეგზორციზმის ლოცვას კითხულობს, აუცილებლად უნდა იყოს როგორც სულიერად, აგრეთვე ხორციელად და წმინდა ადამიანი. აგრეთვე თვლიან, რომ კვეთებულზე დასწრებას ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნია. კვეთებულს არავითარი ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება არ გააჩნია. საერთოდ ქრისტიანი ჯადოს, ავთვალსა და მსგავს მოვლენებს არ უნდა აქცევდეს ყურადღებას. მისთვის მთავარი უნდა იყოს ქრისტე და მასზე უნდა ჰქონდეს სწორება. ამგვარი დამოკიდებულებით უფალს ვეწინააღმდეგებით, როცა ვენდობით ჯადოს, თვალს და ასეთ რაღაცეებს. ეგრეთ წოდებული ჯადო არაკეთილის მყოფელთა მიერ აღსრულებული რიტუალები სწორედ მასზე მოქმედებს, ვისაც არ სწამს ჭეშმარიტად ქრისტე ღმერთი. ანუ, კითხვა გაგიჩნდებათ ახლა, რომ ჯადო არ არსებობს? რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ვერ იმოქმედებს ჭეშმარიტ ქრისტიანზე. აი ეს არის რეალობა. რაც შეეხება
ეგზორციზმი აუცილებლად ესაჭიროება იმ ადამიანს, რომელიც არის შეპყრობილი და არა უბრალოდ გაჭირვებული, ან დაბრკოლებული, ან სიცოცხლეში მყოფი. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ და გაიაზრეთ. ნუ ეთამაშებით ბოროტს, რადგან ყოველთვის წააგებთ მასთან. უბრალოდ არ იფიქროთ მასზე. ილოცეთ უფლისა მიმართ. ამინ.